ამინ. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. პირველ რიგში ღმერთს მადლობა, რომ კიდევ ერთი დღესასწაულს მოვესწარით და კიდევ ერთი ლიტურგია აღვავლინეთ ღვთისადიდებლად და სამადლობელად. ვინც ეზიარეთ, ყველას გილოცავთ ზიარებას, მაცხოვრის უხრწნელ სისხლთან და ხორცთან საკურნებელი იყოს თქვენი ზიარება ქრისტეს უხრწნელ საიდუმლოებთან. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. გილოცავთ დღევანდელ დღეს, ესე იგი დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა, ანუ ამაღლება მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი არის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ზოგადად ეკლესიის ცხოვრებაში და ქრისტიანი ადამიანის ცხოვრებაში. ეს არის დღე, როდესაც მაცხოვარი, ასე ვთქვათ, ხორციელად ამაღლდა ზეცად და ამ ყველაფრის შემსწრე თავად მოციქულები იყვნენ, როგორც წავიკითხეთ დღეს. ლუკას აქვს გადმოცემული ეს ეპიზოდი თავის სახარებაში, მარკოზიც ეხება მცირედ ამ ეპიზოდს და წმინდა მოციქულთა საქმეებში არის გადმოცემული ამ მოვლენის შესახებ და თვითონ მოციქულები იყვნენ შემსწრეები ამ მისი ამაღლების, ის ბეთანიიდან ელეონის მთაზე აიყვანა მაცხოვარმა და აი ესე მათ თვალწინ ზეცად ამაღლდა ხორციელად და ალბათ გახსოვთ მერე ანგელოზები ეუბნებიან გაკურებულ მოწაფეებს, რომ ნუ ხართ ესე გაკურებულები, იმიტომ რომ ქრისტე ისევ დაბრუნდება თავისი დიდებით დედამიწაზე. ესე იგი რა არის ეს ამაღლება? ეს არის, როგორც მოგახსენეთ, მისი ხორციელად ხილვად ამაღლება ქვეყანიდან ზეცად. გარკვეულწილად ეს შეიძლება მოწაფეებისთვის მწუხარებაც იყოს ამ ყველაფერთან ერთად, იმიტომ რომ ჯერ მაცხოვარი ჯვარს ეცვა, ეს უდიდესი მწუხარება გადაიტანეს მოციქულებმა, ჯვარზე აღესრულა. შემდეგ სიხარული იყო მისი აღდგომა, რომელიც 40 დღის განმავლობაში ესე ამაღლებამდე ეცხადებოდა, ანუგეშებდა, განასწავლიდა და ახლა ისევ განშორების, ასე ვთქვათ, რაღაცა მომენტი იდგებოდა გარკვეულწილად მაცხოვარი შორდებოდა მოციქულებს ესე ხილული თვალით, მაგრამ ჩვენი იმედი რა არის, რომ მაცხოვარი კი ბატონო ამაღლდა ზეცად ხორციელად, მაგრამ ის არასოდეს არ ტოვებს თავის ეკლესიას და ის უხილავად ყოველთვის, ასე ვთქვათ, ჩვენთან არის და ყოველთვის მოქმედებს თავის ეკლესიაში და თავის სამყაროში. ეს არის, ასე ვთქვათ, ამაღლება მაცხოვრისა არის ადამიანთა გამოხსნის ბოლო აქტი, ასე რომ ვთქვათ, ბოლო აქტი. ამით დასრულდა ადამიანთა სოდვის ტყვეობიდან გამოხსნა და ამ თავისი ამაღლებით არათუ შეამკო ადამიანური ბუნება, ისაც აღამაღლა, ის ამაღლა დაждდა მარჯვენით მამისა, ხო ჩვენ წამში ვკითხულობთ ხოლმე და ეს მარჯვენით მამის დაждდომა გულისხმობს მის ისეთივე ძალაუფლებას და დიდებას, რაც ამ ღმერთს ახასიათებს და აი ამ ამაღლებით, როგორც იცით, ქრისტე გარდა იმისა, რომ არის ჭეშმარიტი ღმერთი, არის ჭეშმარიტი კაცი და აი მისი ამაღლებით ადამიანური ბუნებაც აღამაღლა და არა მარტო აი მხელა პატივის ღირსი გახადა, რომ ის ამაღლებულიყო ადამიანური ბუნება, არამედ აი მისი ამაღლებით მოგვცა იმედი იმისა, რომ ჩვენთვის ცათა სასუფეველი გაიყო და ღია არის ყოველთვის მისი მიმდევრებისთვის, მისი ცნებების აღმასრულებლებისთვის. აი ეს ცათა სასუფეველი ღია და საკმარისია, რომ ჩვენ მოვინდომოთ და ჩვენც, ასე ვთქვათ, ბუნება, როგორც ჩვენი, ასე ვთქვათ, ადამიანურად ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე ჩვენც მასთან ერთად აუმაღლდებით. ესე იგი, რა არის, რატო უნდა ვზეიმობთ ამ დღესასწაულს? ესე დიდებულად, ასე რომ ვთქვათ, იყო პირველი წლები ამაღლება, მაგალითად, ამაღლება და სულთმოფენობა ერთად აღინიშნებოდა, განუყოფელიყო, მაგრამ აი ამ დღის დიდებულებიდან და მისი არსიდან გამომდინარე, ეს დღე მეოთხე საუკუნის მერე დაახლოებით გამოიყო უკვე, სადაც ალკე როგორც საუფლო დღესასწაული აღინიშნება და აი ამაღლების გამომსყიდველობით მნიშვნელობაზე საუბარია ასევე ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში, პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში ასეთ რაღაცას ამბობს, რომ მას ჯვარცმული და შემდეგი აღდგანი მაცხოვარი, რომელიც ამაღლდა არა ვაცთა და ზვარაგთა სისხლით, არამედ თავისი სისხლით გახდა ღირსი იმისა, ღირსი ადამიანური ბუნებით ვამბობ, რომ შესულიყო ცათა სასუფეველში. ანუ მან არც არანაირი ვაცების და არანაირი რაღაც შესაწირავი ცხოველების მაშინ იყო ძველ აღთქმაში, როგორც მოგეხსენებათ, წირავდნენ ხოლმე და აი ეს იყო ბოლო სისხლიანი მსხვერპლი, ასე რომ თქვა, მაცხოვრმა თავისი სისხლის თავი შეწირა ჩვენთვის და აი ეს იყო მისი მსხვერპლი, მისი სისხლით ის ამაღლდა და შევიდა ცათა სასუფეველში და თავარი რაც მოხდა ქრისტეს ამაღლებით ის არის, რომ მისი ამაღლების მომენტიდან ადამიანურმა ბუნებამ მიიღო ასე ვთქვათ სული მონაწილე ხდება ღვთაებრივ ცხოვრებაში და
მარადიულ ნეტარებაში. ესე იგი, ქრისტე არის სამუდამოდ ღმერთკაცი, ქრისტე დარჩება ღმერთკაცად, მეორედ მოვა დედამიწაზე იგივე დიდებით, იმავე დიდებით, რა დიდებითაც ამაღლდა და ეს მოსვლა იქნება უკვე აი ჩვენთვის, ასე ვთქვათ, როგორც პირველი მოსვლა იყო, ასე ვთქვათ, როგორც შესაწირავი კრავი, მეორედ მოსვლა ის იქნება დიდებით ყოველთა ცხოველთა და მკვდართა განსასჯელად და აი მე მინდა ბევრი რო აღარ ვისაუბრო სამუშაო დღეა და გვეჩქარება ალბათ ყველას ჩვენ საქმეებზე და აი გრიგოლ პალამა ამბობს ესეთ სიტყვებს ამაღლებასთან დაკავშირებით, რომ უფლის ამაღლება ეკუთვნის ყველას. ყველა ადამიანი აღდგება მისი მეორედ მოსვლის დღეს, მაგრამ ამაღლდებიან მხოლოდ ისინი, ვინც ჯვარს აცვა ცოდვა, ანუ მოკლა თავის თავში ცოდვა სინანულითა და სახარებისეული ცხოვრებით. ღმერთმა ქნას, რომ ჩვენი სინანულით და ჩვენი სახარებისეული ცხოვრებით გავხდეთ ღირსები ჩვენი ამაღლებისა და აღდგომისა სულიერად. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. ჩვენთან არის ღმერთი.